მოგესალმებით. დღეს ერთ ძალიან მაგარ წიგნზე, დონალდ მილერის შექმენი შენი ბრენდის ისტორიაზე ვისაუბრებთ. აი აქ გავარკვევთ რა უნდა ვქნათ, რომ ჩვენი მარკეტინგული გზავნილი იყოს იმდენად მკაფიო და გასაგები, რომ მომხმარებელმა, უბრალოდ გვერდი ვეღარა უაროს. მოდით, დავიწყოთ იმ კითხვით, რომელიც ალბათ ყველას გვაწუხებს, ვინც მარკეტინგთან რამე შეხება გქონია. ამდენს ვწვალობთ, ამდენ ენერგიას ვხარჯავთ და შედეგი ხშირად ისეთი არაა, როგორიც გვინდა, ხომ ასეა? ჰოდა, პასუხი ისიც ბევრად მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ტვინი ცოტა ზარმაცია. მისი მთავარი მიზანი ენერგიის დაზოგვაა. ხო და როცა ის ხედავს რაღაც რთულ, გაუგებარ მესიჯს, რას აკეთებს? უბრალოდ აიგნორებს. თიშავს რა. მისთვის ეს ზედმეტი თავის ტივილია. ამიტომაც არის სიცხადე ყველაზე მთავარი. კარგი, მოდით სწრაფად გადავხედოთ, რას გავივლით დღეს. ჯერ ვნახავთ რა არის მთავარი მარკეტინგული შეცდომა. მერე, როგორ ვაქციოთ მომხმარებელი გმირად. შემდეგ გმირის მოგზაურობის რუკას დავხატავთ, ვნახავთ ჩვენს, ანუ მეგზურის როლს, გზას წარმატებისკენ და ბოლოს ყველაფერს მაგარი 5-წამიანი ტესტით შევამოწმებთ. მზად ხართ? წავედით. კარგი, პირველი ნაწილი დიდი მარკეტინგული შეცდომა. აი აქ დევს ზაღლისთავი როგორც ითქვიან. ვნახოთ რა არის ის საბაზისო პრობლემა, რომელსაც თითქმის ყველა კომპანია უშვებს. აი აქ არის ყველაზე დიდი შეცდომა. კომპანიები რას აკეთებენ? გაუთავებლად ლაპარაკობენ საკუთარ თავზე. ჩვენ ასეთები ვართ, ჩვენ ეს გავაკეთეთ, მაგრამ მომხმარებელს ეს არ აინტერესებს. მთავარი გმირი ის არის, თქვენი კლიენტი. თქვენ კი, თქვენ უნდა იყოთ მისი მეგზური, მისი დამხმარე და არა ამბის ცენტრალური ფიგურა. დაიმახსოვრეთ, გმირი მომხმარებელია. კარგი, რადგან შევთანხმდით, რომ გმირი ჩვენი მომხმარებელია, მოდით უფრო კარგად გავიცნოთ ეს გმირი. რა უნდა მას? რა აწუხებს? დონალდ მილერი ამას გენიალურად ამბობს. თქვენს მომხმარებელს არ აინტერესებს თქვენი ისტორია, მას საკუთარი ისტორია აინტერესებს. სუსტად, მას არ სჭირდება კიდევ ერთი გმირი, რომელიც მასთან კონკურენციაში იქნება. მას სჭირდება ვინმე, ვინც გზას უჩვენებს. ხო და თქვენი ბრენდის როლიც სწორედ ეს არის. აბა დაფიქრდით. არსებობს საინტერესო ფილმი ან წიგნი, სადაც გმირს პრობლემა არ აქვს. რა თქმა უნდა, არა. პრობლემა არის ის, რაც ისტორიას ძრავს. ხო და თუ გინდათ მომხმარებელთან საერთო ენა გამონახოთ, პირველ რიგში მისი პრობლემა უნდა გაიგოთ. აი ეს ნამდვილი ბოროტმოქმედი მის ისტორიაში. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეხედეთ, პრობლემას 3 დონე აქვს. მაგალითად, ახლართული ყურსასმენები. გარე პრობლემა რა არის? ის რომ სადენები ერთმანეთშია გადახლართული. მაგრამ შიდა პრობლემა ის გაღიზიანება და ქაოსის შეგრძნებაა, რასაც ეს იწვევს. და ფილოსოფიური, ის რომ ტექნოლოგია ხომ ცხოვრებას უნდა გვიმარტივებდეს და არა გვირთულებდეს. ხო და კომპანიების უმეტესობა ყიდის გარე პრობლემის გადაწყვეტას. მაგრამ ხალხი რეალურად შინაგანი პრობლემის მოგვარებას ყიდულობს. სიმშვიდეს, წესრიგს, თქვენ უნდა ისაუბროთ 3-ვე დონეზე. კარგი. ახლა გადავდივართ ყველაზე პრაქტიკულ ნაწილზე. ეს არის, ასე ვთქვათ, გმირის მოგზაურობის რუკა. Story ბრენდის 7 ნაწილიანი ჩარჩო, ანუ SB7. ეს არის მზა ფორმულა, რომლითაც თქვენს მომხმარებელს პირდაპირ მნიშვნელობით ხელით წაიყვანთ და წარმატებამდე მიიყვანთ. დააკვირდით, ეს ფორმულა ყველა კარგი ისტორიაში მუშაობს. გვაქვს პერსონაჟი, ეს ჩვენი მომხმარებელია, რომელსაც აქვს პრობლემა, ესეც უკვე ვიცით. და აი აქ შემოდის მეგზური, ანუ თქვენ. რომელიც მას აძლევს გეგმას, მოუწოდებს მოქმედებისკენ, ეხმარება მარცხის თავიდან არიდებაში და ბოლოს ყველაფერი წარმატებით მთავრდება. პირველი 2 ნაბიჯი გავიარეთ. ახლა ვნახოთ დანარჩენი. და აი თქვენი როლი, მეგზური. რა არის მეგზური? იფიქრეთ ვარსკვლავურ ომებზე. ლუკი გმირია, მაგრამ მას სჭირდება იოდა. თქვენ უნდა იყოთ იოდა, ბრძენი, გამოცდილი და სანდო. კარგ მეგზურს 2 რამ სჭირდება: ემპათია და ავტორიტეტი. ემპათია ნიშნავს, რომ თქვენ ამბობთ, მე მესმის შენი, ვიცი რასაც გრძნობ. ავტორიტეტი კი ნიშნავს, მე ვიცი როგორ დაგეხმარო. ჯერ აჩვენეთ, რომ გესმით მათი ტკივილი, მერე კი დაანახეთ, რომ გაქვთ ამ ტკივილის წამალი. ნდობა ზუსტად ამ 2 რამეზე შენდება. კარგი, გმირი გვიცნობს და გვჯერა. ახლა რა? ახლა მას უნდა ვაჩვენოთ გზა წარმატებისკენ. ეს ნიშნავს, რომ მას უნდა მივცეთ მკაფიო გეგმა და უბიძგოთ მოქმედებისკენ. თან უნდა დავანახოთ, რა მოხდება, თუ იმოქმედებს და რა თუ არა. ადამიანებს არ უყვართ სირთულეები. როცა რაღაცის ყიდვა უნდათ, არ უნდა ფიქრობდნენ, ვაიმე ეს როგორ გავაკეთო. მიეცით მათ მარტივი 3 ან 4 საფეხურიანი გეგმა. მაგალითად, 1. შეარჩიე, 2. შეუკვეთე, 3. მიიღე სიამოვნება. всё, რაც უფრო მარტივია გზა, მით უფრო მეტი ადამიანი გაივლის მას. ნებისმიერ საინტერესო ისტორიაში რაღაც სასწორზე დევს, ხომ? ან გმირი გადაარჩენს სამყაროს, ან ყველაფერი დაიღუპება. თქვენ შემთხვევაშიც ასეა. უნდა აჩვენოთ მომხმარებელს, რას კარგავს თუ არაფერს იზამს და რას იგებს თუ თქვენს რჩევას გაითვალისწინებს. ამის გარეშე ამბოვი უბრალოდ უინტერესოა.
ესე იგი, თქვენ ხატავთ ორ სურათს. ერთ მხარეს არის მარცხი. ისევ ის იმედგაცრუება, ფუჭად დახარჯული დრო, მეორე მხარეს კი წარმატება, სიმშვიდე, გამარტივებული ცხოვრება, ახალი სტატუსი. და იცით რა არის საინტერესო? ადამიანებს უფრო მეტად მარცხის შიში ამოძრავებთ, ვიდრე წარმატების სურვილი. ასე რომ აუცილებლად შეახსენეთ, რას ირიდებენ თავიდან თქვენი დახმარებით. და ბოლოს მივედით ფინალთან. ახლა გაგიზიარებთ ერთ სუპერ პრაქტიკულ ხრიკს, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეამოწმოთ, მუშაობს თუ არა თქვენი ვებსაიტი. ამას 5 წამი სჭირდება. ამას ღრუტუნის ტესტი ჰქვია. იდეა ასეთია: წარმოიდგინეთ, რომ გამოქვაბულის კაცი შემოვიდა თქვენს საიტზე. მას არ აქვს დრო და ენერგია რთული ტექსტებისთვის. 5 წამში მან 3 კითხვას უნდა უპასუხოს თავისთვის. 1. რას მთავაზობენ აქ? 2. როგორ გამიუმჯობესებს ეს ცხოვრებას და 3. როგორ ვიყიდო. თუ ამ 3 კითხვაზე პასუხი მომენტალურად არ ჩანს, ის უბრალოდ დააჭერს X და წავა. თქვენი საიტი ამ ტესტს გადის? მოკლედ, ყველაფერი ვნახეთ. თქვენ ხელში გაქვთ ეს 7-ნაწილიანი რუკა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი გზავნილი კრისტალურად სუფთა გახადოთ და თქვენი მომხმარებელი საკუთარი ისტორიის მთავარ გმირად აქციოთ. ახლა მთავარი კითხვა ეს არის: თქვენ თვითონ მზად ხართ, რომ გახდეთ ის მეგზური, რომელსაც თქვენი მომხმარებელი ამდენი ხანია ეძებს?